თავის მე-18 სასჯელახსრულების დაწესებულებასთან შეყრებილი პატიმართა ოჯახის წევრების ახალ დამცველად ყოფილი დეპუტატის დიმიტრი ლორთქიფანიძის დანიშვნას ითხოვენ. მათი თქმით, ლორთქიფანიძე ყოველთვის ცდილობდა პატიმრების უფლებების დაცვას, ხვდებოდა მსჯავრდებულთა მშობლებს, ინტერესდებოდა მათი მდგომარეობით და მათ დახმარებას ცდილობდა. მე-18 საპატიმროსთან შეყრებილთა თქმით, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ყველა პატიმრის საქმე კარგად იცის და სწორედ მან უნდა დაიკავოს სახალხო დამცველის თანამდებობა. პარალელურად ავადმყოფი პატიმრის მშობლები მსჯავრდებულთა ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ. პატიმრების მშობლები ითხოვენ დიმიტრი ლორთქიფანიძეს როგორც სახალხო დამცველს. რომ ძალიან გულისხმიერი ადამიანი არის, ძალიან გულთან მიაქვს ყველას პატიმრის გაჭირვება და რა ვიცი, აი ამიტომ გამომდინარე ძალიან გვინდა რომ მაგი იყოს, რომ დაიცვას ჩვენი პატიმრების უფლებები და საერთოდ ყველანაირად გვედგა მხარში. წლების მანძილზე მე ერთადერთი შვილი თუ გადამირჩინა, ეს არის დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელთანაც მე ყოველ კვირა შეიძლება ითქვას ავდიოდი პარლამენტში და პარლამენტში ესე იგი, ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღებულობდა ამ გაჭირვებულ, გაუბედურებულ მშობლებს.